ჩუმი წყევლის ძალა. საკუთარ სინდისთან მებრძოლი ადამიანის შეხედვა განსაკუთრებით გვაძრწუნებს. შტეფან ცვაიგი. ჩვილის ზარმაცი იკვნესა ნერვებს ახელებდა. დაზაფრული და მოქმედების უნარწართმეული დედა ხან სიმწრით ისრეს და ხელებს, ხან კი სასოწარკვეთილი იმუხლებდა. ანას და ძე წამოფრენილს გერი გაებლანდა ფეხებში. ჩქარა, მამა შენი იპოვე, ან ექიმს დაუძახე, მუდარა გარია ხმაში ელდა ნაცემმა. ჯოხ ნაკრავივით გაიჭრა ბიჭი გარეთ და პირდაპირ ექიმის ბინისკენ დაეშვა. ხსნელი ექიმის წასვლის შემდეგ სახლში ის საამო სიმყუდროვე გამეფდა ჩვილის არსებობას რომ ძალუც მხოლოდ. ილაჯ გამოცლილი დედა გატრუნულიყო და ფიქრებით გათანგული თავი ბავშვის ლოგინზე მიედო, სკამზე, ანგარიშ მიუცემლად ჩამომჯდარს. გელივით მოშიებოდა დილიდან უხემსო ბიჭსაც, მაგრამ პატარას ავად გახდომამ შიმშილი გადაავიწყა, ახლა ისევ მოეძალა აბეზარი. უფრთხილესი ნაბიჯებით წაეპარა კარადას, ცდილობდა ხმა არ გაეღო და სწორედ ამ ცდილობაში გაუსხლტა ულმობელი თევში ხელიდან. ნერვიულად შეტოკდა ძილში პატარა. გაგიხმეს ხელები, გაგიხმეს, მიაწყევლა გულში გაცოფებულმა ქალმა და გერის ზურგს გაავებული მზერა სტაცა. შემდეგ ხმელა პურით ხელში აწურუს რომ წააწყდა, სინდისის ქენჯნა იგრძნო ერთხას, მაგრამ გადაღლილმა ნერვებმა სრული მონანიების საშუალება მოუსპო. ეს მისი პირველი წყევლა გახდა ცხვისი შვილის მიმართ წარმოთქმული. 1-100-ის და 101-ის სადარია ხანდახან. სასწორს გავს ადამიანის ბუნება და ორივე პინა გაწონასწორების საშუალებას თითქმის არ იძლევა. სულ მცირეა ჩვენგან საჭირო და მარჯვენა პინაც გადაწონილი იქნება, მაგრამ არჩევანის დროს ერთი ჭირი გვჭირს ყოველთვის. სიყვარულს ხმის უფლება არ ეძლევა. არ მინდა ვირწმუნო ჩემი ორეულის გამაბეზრებელი მტკიცება შავი ჭარბობსო ადამიანში. უნდობლობა. შენ უფრო ახლოს ხარ ჩემთან, ვიდრე მე თავად. ჩემ შინაგან სამყაროზე უფრო ახლობელი ხარ და ჩემთვის მაინც მიუწვდომელი და გაუგებარი. ედით შტაინი, მიმართვა ღმერთის მიმართ. უნდობლობა ლმობიერი შეურაცხყოფის ერთ-ერთი სახეა. იგი პიროვნების მეოთხედ ნაწილს მაინც უარყოფს. უნდობლობა ობიექტურ მიზეზებს ეყრდნობა, ხშირად და არ გახლავთ ფრენოლოგიით გატაცებულ ადამიანთა აკვიატება, თუმცა არც უმაგისობაა. მას შიშივით დიდი თვალები აქვს და მის ნიადაგზე ისე იზრდება და ხვავდება მთიდან დაშვებული ზვავი მასთან შედარებით მხოლოდ სიბრალოს თუ გამოიწვევდა ჩვენში. უნდობლობა საყრდენს ეძებს და მარტყუდენ თვალისა და გულის საზომს ჯერდება. თუმცა ხანდახან ცდება. ხეზე აცოცებულს დანდობილად თუ წაგივლიათ ხელი ტოტისთვის და გაწმილებულ ხართ, მიმიხვდებით სათქმას. სწორედ ამ დამთრგუნველმა გრძნობამ შეიპყრო ბიჭი მამის მეუღლისა და მისი ვაჟების მიმართ. წლებმა ის კიდევ უფრო გააღვივა, ზოგი აქედან იქნა აღებული, ზოგი იქიდან და საბოლოოდ მისი კონცენტრაცია სრულყოფილად 16-17 წლის ასაკში მოხდა. ნაცვალი რისამე თავისთავად იმ პირველად როდი გულისხმობს, მას ცვლიან, მაშასა და მე სხვაა, მოდელია, თაბაშირის მულაჟია, მსგავსი, მაგრამ უსულო, ცივი და უსიცოცხლო, არა სადაგი, არა საკმაო სიყვარულის მქონე. ნივთის შემთხვევაში უკეთ გვაქვს საქმე, ვისიმე ნაცვალი კი ეს უთუოდ ჩვენი აუტანელი ცხოვრების გასაიოლებლად შეთხზული სიტყვაა. აბა რომელი ჭკვათამყოფელი მოითხოვს ერთმანეთს გაუთანაბროს ერთის მხრივ მშობიარობის ენით აუწერელი ტკივილები და ხმა, რომელიც ამ ტკივილებს ერთი ხელის მოსმით აცამტვერებს, შეგრძნება იმისა, რომ სიცოცხლის ამ პატარა ნაწილაკმა მთლიანად შეძრა შენი შინაგანი სამყარო, ძლიერი კატაკლიზმების მსგავსად უცვალა ფერი შენს ქალწულობას, ქალად, დედაკაცად, დედად გარდაქმნის მისტერიამ. და რომ ამ საღმრთო განგებულებით აღსრულებულს შენი ბრალებ, ხორციელი მშობელი, ღვთის ძალმოსილებას ისაკუთრებ, რადგან პირადად განიცადე დიდი საიდუმლოების სიცხადე და მეორეს მხრივ არაფერი ამის დარი. კაცობრიობის შეგნებაში საკუთარი თავის თაყვანისცემას იმდენად ღრმად გაუდგამს ფესვები, რომ აგერ უკვე საუკუნეების მანძილზე ვერაფერი ეშველა სიძე, სიდედრის, რძალ დედამთილის, რძალ მულის,
გერისა და დედინაცვლის ურთიერთობებს და განა ეს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების გლობალური პრობლემა არ არის. ყველა გრძნობა ერთი და იმავე საწყაუთი არ იზომება და არც უმიზეზოა ქვეყნად რაიმე. უმრწემესი ვაჟი დედის დაუუკებელ იმედსა და სიყვარულს იწვევდა. პირმშოკის სიამაყეს და ის რჩებოდა ყველასგან განზე, სათვალავში არ ჩასაგდები. არც ვინმეს საიმედოდ და საამაყოდ არსებობდა, რადგან მსგავს კერპებს მხოლოდ ხურცით დედანი ქმნიან. ის გადარჩენოდა გზა გაეკაფა დედის საფლავისკენ. მაინც და მაინც გულის ყურით კი ნუ იქნებოდა, თორემ ლოცვასა თუ ღაღაც მიამსგავსებდა სამარის ჩურჩულს. ლოცვას თუ ღაღაც სისხლხორცეული დედისას უფლისა მიმართ. ამ ქვეყნად ღვთისანაბარად მიტოვებული შვილის გამო. ამუნთხეული ობლობა. შარაგზა ერთხანს რუდუნებით გრძელდებოდა და შემდეგ ერთბაშად უხვევდა ქეშად. იქვე კუთხეში მდგარი ორსართულიანი სახლი უშნო ლამაზმანივით იწონებდა თავს, თუმცა ვერაფერი შვილი იყო. სახლის გრძელსა და საკმაოდ ფართო პარმაღზე ბილიარდის მაგიდა გაეშალათ ბიჭბუჭელებს. მოთამაშენი აზარტული შემართებით წყურავდნენ თვალებს, რათა კის დარტყმა შეუმცდარი და ზუსტი ყოფილიყო. მათი ტუჩები ისე იმუწებოდა, თითქოს გატიკულ ტომარას ნება უკრავენო პირს. სხვები ყურებას სჭერდებოდნენ და გაქონდათ ერთი ალიაქოთი. გენო ბიჭო, კარგა ვერ გიჭირავს ჯოხი, ვერ ატყობ, ჰა? გადაელია გული იქვე მოწიალე ბავშვს, რადგან მისმა რჩეულმა მოთამაშემ ჯერ ვერც ერთხელ ვერ მოათავსა ბურთი ლუზაში. მაიტა რა მე, ცქმუტავდა იმედგაცრუებული. გამეცალე აქედან, ვისი შნო გაქრო? დაუტია შენიშვნით გაღიზიანებულმა მოთამაშემ და კარებში ახლაც შემოსულს მიაძახა უმალ. ეი ლეგო, წუთით შემეცვალე, მალე დავბრუნდები. ჯერ მე არ გითხარი რო? აწუწუნდა ისევ ბავშვი და ახლაც შემოსული ბილიარდის მაგიდას მოახლოებული ნახევარწმის დანახვაზე თხოვნა წუწუნი უცებ მოთხოვნა ქართილად აქცია. მაიტა მეთქი. აკივდა შინიანად და ნახევარწმის ხელში პატრონებით ჯავრჩაკულ და გახევებულ ჯოხს ისტერიულად ჩაეჭიდა. მომეცი მეთქი, ვის ვეუბნები? ფუ, შენი. მიაფურთხა უცებ და სიბრაზისაგან აცახცახებულმა ბიჭმა გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე შეასკდა ბავშვისგან მოქნეული წიხლი ჯოხიანად სახეში. სისხლმა მწვანე ხავერდს უცნაური, გლოვიარე ლაქა დაატყო, მეწამული შავი ფერისა და ერთხანს ზედ დაგუბდა. გარეთ გამოვარდნეს ასაკმა გონიერი მოქმედების უნარი არ მისცა და ბოღმა ჩაგუბებულმა ჯავრი იქვე, ცუდად შეგლესილ კედლებზე მუშტებით ამოანთხია. ამაუტკნესოდა შეუბრალებლობის და შეუგნებლობის წყვილი, ჩაწნეხილი, მომუშტული მსხვერპლი. სიყმაწვილე და ხანდაზმულობა. კორიდას არენა. სიბერისა პატიოსნებაი, არა მრავალი ჟამი და არც არიცხვი დღეთაი აღრაცხილ. რამე თუ მხცოვანებაი არს გონიერებაი კაცთაი და ჰასაკ სიბერის ცხოვრებაი უბიწო. წლები მოეღალა ხნიერს. ახლა უგერგილო ჩაყუნცულიყო ღუმელის გვერდით. ახალგაზრდობა ხანდაზმულობას რომ შეეხება, ტენდენციურობასაც იჩენს უთუოდ. ახალგაზრდობა კორიდას წააგავს, დიდ მოედანზე გამართულს. აქ იგი გახელებული კუროს როლშია. ესპა და ეს ჩვენი ულმობელი წლები გაგვაშმაგებს და თავად გაგვექცევა. ძალაც მოგვდევს და მხნეობაც, საშიშადაც მოვჩანვართ ერთხანს, ღმერთმა არინებოს წავწუდეთ ტორიადორს თორემ. სწორედ ამ გაშმაგებული ხარის მოკლა ხანდაზმულობა. ხანდაზმულობა ამოწურვაა, ამოკრეფაა, დაწმენდისას წასული ლექია ფსკერზე. მის თავზე ჰარპიებივით განუწყვეტლივ ატყლაშუნებენ ფრთებს რომელიღაც მღამიობნი, ფოსტა სიკვდილის. ხანდაზმულობა ეს ის ხიფათია ვიწროში რომ მოატანს, ის თავისთავად თვითკმარი სიდიადისაა და ამასთან უნიჟარო ლოკოკინასავით უსუსური. მორგანატიკული წყვილი ეს სიჭაბუკის ქორწინებაა სიკვდილთან. ხანდაზმულობა კი კოსმოგონიის ნაწილია, მომწყდარ ვარსკვლავთა მსგავსად.
იგი ნიობეს წააგავს თავისივე ქედმაღლობის მსხვერპლს. ხანდაზმულობა სიკვდილის აპოგეაა სიცოცხლეშივე. ეს მის გულს ემუნათება განუწყვეტლივ, იპყრობს პესიმიზმი და კონსერვატიზმი, იწყებს წარსულის აპოთეოსსა და უტრირებას და ეს რუტინა მოხუცებულის უჯიათია და უხიაკია ადრეული ზამთარივით. შაბლონურია ჩემი ნაწერივით. მოდით და გაამტყუნეთ. წინ სიკვდილია.